ოტე სალამი. როგორ ახლა? გამარჯობა, კახა, როგორ გიგითხო? მადლობა, თავად. კარგად. აი ამინდია და ეზოში ვიყოთ თან. კი ბატონო, ამაზე კი ადგილას საწავო. უკეთესი ხედი რა შეიძლება იყოს. ეხლა გამახსენდა როცა აქ სამოდგილას დავითიანისვე ორგანიზებით 17 მაისის კონცერტი გავაკეთეთ და რატომ ახსოვს იცი ეს ხედი და ეს ფონი სოფიშვილებით ცეკვავდნენ და ბევრი მომღერალი რომელსაც არაერთ სცენაზე უცეკვია და უმღერია და ამბობდა რომ ესეთი საპასუხისმგებლო აუდიტორია და გარემო არ ქონიაო და მართლა საოცრებაა. მართლა ისტორიული დღე იყო ჩვენთვისაც და შეც მადლობა რომ გვერდში გვიდგა ხარ ესეთი ამბების იმედი ყოველთვის გვაქვს რომ შენ კარგად წაიყვან, კარგად დაგვიდგები გვერდში. მადლობა, ვეცდები როცა დაგჭირდებათ. დავიწყო დავითიანზე საუბრით და რატო წერთ აქ, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე წელია დავითიანი გადმოვიდა სწორედ სამების ლავრის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას ხართ. მოდი საერთოდ ცოტაოდენი თქვა დავითიანზე, განსაკუთრებით ჩვენი არხის მაყურებელმა რა თქმა უნდა იცის თქვენ შესახებ და თუმცა რაღაცა დიდი საეკლესიო დღესასწაულებია და ღონისძიებებია დავითიანი არის ორგანიზატორი და ორგანიზება. აი, რა არის ძირითადი თან ვისეირნოთ, ძირითადი საქმიანობა დავითიანის და შენ როდის ჩაუდექი სათავეში? და როგორ მოხდა ეს შენი დაკავშირება დავითიანთან? აი 2008 წელი იყო, როდესაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით სწორედ აქ, აი ტაძრის ეზოში, ახალგაზრდულ ცენტრში მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა დავითიანი. ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი. ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი 8 თებერვალს დავითობას და მისმა უწმინდესობამ ზუსტად ეს მისია დაგვაკისრა, რომ ახალგაზრდებში მაქსიმალურად გვეცადა, რომ აგვემაღლებინა ჩვენწილად როგორც შეგვიძლია ის ფასეულობები, რომელზეც დგას ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი ქვეყანა, რომლისგანაც შედგება თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრება და ეს არის ეროვნული სულიერი ფასეულობები, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას უკვე განსაკუთრებით დღევანდელ დღეს და განსაკუთრებით იმ ასაკზე, რომელზეც ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ. ეს არის სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები, რომელიც გარდატეხის პერიოდში იმყოფებიან და სწორედ მათ ფასეულობების ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს უკვე ბევრი რამ და ვინატრებდით, რომ ბევრი ყოფილიყოს ესეთი სიტყვა, სადაც დავითიანი აი ამ სიტყვას იქადაგებს. რა არის ძირითადი მიმართულებები, იმიტომ რომ უკვე ფაქტობრივად 17 წელი გავიდა, ხო ეს როგორც ხო? ფაქტობრივად 18 წელია და რა არის ძირითადი მიმართულებები, რასაც საქმიანობთ თქვენ? ვთქვით რომ ეს არის ახალგაზრდებში, უფრო მეტად მიწოდება იმ ფესტივალების, იმ სიტყვის, იმ მნიშვნელობებს, სადაც ჩვენი ეკლესია, ჩვენი ტრადიციები გულისხმობს, პატრიარქის კურთხევით ხადია და ეკლესიის გვერდში დგომი და ამ ეტაპისთვის რა მიმართულებას მოიცავს თქვენი საქმიანობა? ძირითადად ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი წამყვანი პროექტი, ეს არის წიგნიერი ლიდერი, რომლის ფარგლებში ჩვენ 25 სკოლაში დავაარსებთ ახალგაზრდა ლიდერთა კლუბები. კლუბების საშუალებით უკვე დაახლოებით 200-დან 300 მოსწავლემდე ეძლევა საშუალება მოვახდინოს თვითრეალიზება თავისი თავის. მოდი მეფეების ხეივანში გავიდეთ. ამავდროულად გვეძლევა საშუალება, რომ ჩვენ მივაწოდოთ მათ სათანადო ინფორმაცია იმ ღირებულებებზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, რაც აუცილებელია პიროვნების განვითარებისათვის. აქ იგულისხმება როგორც რელიგიების ისტორია, ისე პიროვნული ზუსტი საჭირო უნარები, მათ შორის ვასწავლით სწორად როგორ დაგეგმონ კარიერა, როგორ განავითარონ თავისი ლიდერული ნაჩვევები და ამავდროულად ეს არის გარემო, რომელიც ახალგაზრდებისთვის არის თავშეყრის ალტერნატივა, სადაც თავის თანამოაზრეებთან ერთად იგეგმებიან თავის მომავალ ცხოვრებას და აი თქვენ კადრში ალბათ დაინახავთ ჩვენს ცენტრს, არაფორმალური განათლების ცენტრს, სადაც უკვე იქიცა კვირის ორშაბათიდან აქ იმხელა ფუსფუსია, რომ ტევა არ არის ახალგაზრდების. რას უკავშირდება ეს ახალგაზრდების სიჭარბე და ფუსფუსი? ამ განათლების სწავლის დაწყებას უკავშირდება არაფორმალური განათლების ცენტრის სწავლება მიბმული სასკოლო პერიოდზე. ჩვენთან ისწავლება ორი მიმართულება უკვე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის რელიგიების ისტორია, ძველი აღთმა, ახალი აღთმა, კატეხიზმო და ამავდროულად ამასთან ერთად ისწავლება უკვე საკლუბო მიმართულება, პროექტების მართვა,
მათი წერა, ღონისძიებების დაგეგმვა, ღონისძიებების ბრძანეთ. ამაში დავითიანია ჩართული და სწორედ ამ ახალგაზრდების დახმარებით ჩანს, რომ დავითიანი მასშტაბურად იღებს ხოლმე მონაწილეობას, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოხალისეობას. და მოხალისეობის საწყისებზე ჩვენი ახალგაზრდები ქმნიან იმ პროდუქტს, რაც მერე დავითიანისთვის ესე კარგად, ესე რომ ვთქვათ, ახმადი ხდება. ამ უკვე მე-18 წლის მანძილზე რაც შენ უდგე ხარ ამ საქმეს სათავეში, ყველაზე მასშტაბური ან შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რა გახსენდება, რაც თქვენი ორგანიზება ჩატარდა? კარგი კითხვა და აი როგორც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, სწორად ბრძანეთ, ეს ერთ-ერთი გამორჩეული დღეა ჩემს ცხოვრებაში და დავითიანის ცხოვრებაში და ეს არის 100,000 მოწამის ხსენების დღე, რომელიც მოგვიახლოვდა უკვე 13 ნოემბერს და მე მახსენდება დაახლოებით აი 20 წლის წინ, როცა მე სტუდენტი ვიყავი, ამ დღისადმი საზოგადოების ჩართულობა და ხარდაჭერა ძალიან ინერტული იყო. მხოლოდ ამბიონიდან თუ ხდებოდა ქადაგება და ისიც აი არასათანადო როგორ ვთქვა, მასშტაბით. და პატევი ისე არ მიეგებოდა. პატევი არ მიეგებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ალბათ ჩემი აზრით, ფოტოშორის ადრე შენ თუ არ ვცდები, რომ თბილისობა ალბათ ამ დღეს უნდა აღინიშნებოდესო და ჩვენი სურვილიც არის. ალბათ სავსე უნდა იყოს დღეს მაინც ის ტერიტორია, იმიტომ რომ ესეთი ფარველი მარტო ანალოგი არ აქვს. სოფიოს არ აქვს, არათუ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალაქს და მადლობა ღმერთს, რომ აი ამ 20 წლის თავზე ამ ღონისძიების სახე კი აღარ მიიღო. ეს არის უკვე ჩვენში გამჟდარი დღე. სახალხო დღესასწაული, რომელსაც ყველა ელოდება, რომ პატივი სათანადო პატივი მიაგოს გვირგვინით, სანთლით და ერთობლივი ლოცვით. და ღმერთმა მოგვიშალოს ჩვენი 100,000 მოწამის მეუხება და წელსაც შევთხოვთ მათ, რომ შეგვეწიონ, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ. ცოტა ხანი მოდი დავითიანს ესე მეუბრუნდებით. შენ თქვი რომ 2008 წელი იყო სწორედ ამ ეზოში, ანუ ახალგაზრდულ უბრალოდ ახალგაზრდულ სენჩი მის მეუწმინდესობამ დააფუძნა. მაგრამ როგორ მოხდი შენ აქ? მე ეს კარგად ვიცი, იმიტომ რომ შენ დავითიანმა არ დაგაკავშირე ეკლესიასთან. ეკლესია მოგიყვანა დავითიანში. აი გითხარი ეს როგორ მოხდა შენ დაკავშირება, შენ შეხვედრა მის უწმინდესობასთან, რომ მაინდა-მაინც გამოვირჩიე მაშინ შენ ახალგაზრდა მაშინაც ძალიან ახალგაზრდა ადამიანი რომ ჩაგბარებოდა მნიშვნელოვანი მიმართულება. ღვთისნები და დაშვებით მოხდა და ეხაც მახსენდება ეს კადრები, მაგრამ აი ამ ყველაფრის საწყისი არის ერთი ჩვენთვის ძალიან უძვირფასესი ადამიანი. მეც მისი დახმარებით მოხდი საპატრიარქოში. და არა მარტო ჩვენ, ძალიან ბევრი ადამიანის მათ შორის ბევრი სასულიერო პრეზიდენტი და მღვდელმთავრების. მღვდელმთავრის, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ქონდა 70 წლის იუბილე, ჩვენი მოძღვარი მამა ელიზაბეთ როდიშვილი. საერთო მოძღვარი ყავს მე და კახას და ძალიან დიდია მამა ელიზაბეთის მრევლი. რომელიც მათ შორის თავის დროზე ძალიან ახალგაზრდა დაუდგა უწმინდეს გვერდში. კი ბატონო და ეს არის გამორჩეული ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აი მართლა თიზე ჩამოსასვლელი ადამიანებია დარჩენილი, ვინც ესეთი ისტორია შექმნა პატრიარქთან ერთად და მე მადლობელი ვარ, რომ ესეთი სულიერი მოძღვარი გყავს. მამა ელიზაბეთისგან მოხდი უწმინდესთან? მამა ელიზაბეთთან მიღებული ჩემი სულიერი გამოცდილებით და ზრდით მოგვეცა საშუალება, რომ რასაც ქაშვეთში ვაკეთებდით, მოხალისეობრივად, ხო? ეს იყო რაღაცა ბრევლის თანადგომა, ახალგაზრდები, მაშინ სტუდენტები ვიყავით და ბევრ საინტერესო საქველმოქმედო ღონისძიებებს ვატარებდით და მამა უსთხოვე, რომ როგორ შეიძლება საპატრიარქოსთან დაკავშირება, რომ აი უფრო რაღაცა მეტი სახე მიცემოდა ამ ყველაფერს და მამა ელიზაბეთის რეკომენდაციით მოკლედ მოხვდი საპატრიარქოში და გავაცანი ჩვენი ახალგაზრდული ინიციატივები. მაშინ არსებობდა ესეთი მიმართულება, ადრე ჰქონდა ჩაბარებული საპატრიარქოს ორგანიზაცია, მაშინ ძლევაი ერქვა და მოკლედ ქალბატონის შორინაც მაშინ გავიცანი და არ დამავიწყდება კადრები, როდესაც უწმინდესთან პირველი შეხვედრა შედგა მოულოდნელად ჩემი მეორე სართულზე ვიყავი პატრიარქის მისაღებ ოთახში, სადაც სამდინო არის და ესე ჩემს უკან რო გავიხედე და მხოლოდ მე ვარ მარტო ოთახში ველოდები ქალბატონს რაღაც შეეთანხმებინათ, მოკლედ აღარ მახსოვს ეს დეტალი და მოკლედ მარტო და უცებ მივიხედე და პატრიარქი შემოვიდა. მარტო. და მე და პატრიარქი ვარ ოთახში. არ მიცნობს პატრიარქი და მე მეკითხებ, თქვენ ვინ ბრძანდებით და გავშერე აუნა მეთქვა. და ნუ რაღაც მოვაბიო სიტყვას თავი, რომ რაღაც ესეთი ახლა სტუდენტები ვართ, რაღაცა საპატრიარქოსთან გვინდა ურთიერთობა და ის ღიმილი დღემდე მახსოვს, როგორ გაგვიღიმა და აუცილებლად ჩემთან ამობრძანდითო და გამოცანითო როგორი წარმოდგენა გაქვთო რა უნდა გააკეთოთო და მის მერე უამრავი პროექტი პატრიარქის კურთხევით დავითიანმა ეს ზალა რო აყოფილიყო პატრიარქიდან ამას ვერ გავაკეთებდით, მაგრამ
ესე გამორჩეულად ძალიან შემთხვევით მოხდა, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ მაგრამ შემთხვევით არაფერი მეტმედეს პატრიარქთან შესაძლებლობა ხო მოგვეცა და ბევრი გამოვარჩევდი კიდე პატრიარქის დამოკიდებულებას ახალგაზრდებთან. აი ფაქტიურად მის ფრთებს ქვეშ გავიზარდეთ რა, აი სულ ამბობ რომ სამი მამა მყავს რა, ერთი ჩემი მამა რომელიც მართლაც მისი სული, მამა ელიზაბეტის სული მოძღვარი და ესე იგი ჩვენი უწმინდესი რომელმაც ხო აი მამა შვილურად გაგუზარდა ფაქტიურად. იყო ხოლმე შემთხვევა ამ წლების განმავლობაში რომ აი უწმისი უწმინდესობა გიბარებდეთ გეუბნებოდათ კონკრეტულად აი ეს ხო არ არჩევა, მისინარ თემას გეუბნებოდათ მიმართულებას განიხილავთ ანუ როცა ეს შეიძლება ფიზიკურად თუ იყო ხოლმე, იმიტომ რომ მე ვიცი ეს ჩემი თვალით მინახავს რამე რო კეთებოდა სულ ინტერესდებოდა და შესაძლოა რჩევებს იძლეოდა ხოლმე და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მიმართულებით სულ აი ვერ ნახავთ მის მოღვაწეობაში ეპისტოლებს გადაგებებს უდიდეს ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდებთან ურთიერთობას. აი ამით ძალიან ბევრი რამე გამოირჩევა ჩვენი უწმინდესი, თუმცა ახალგაზრდებთან ურთიერთობის სურვილი და იმ გარემოს შექმნა, რომ ახალგაზრდებსაც ჰქონოდათ მასთან შეხების სურვილი, პირველად მისი სიტყვის მოსმენის სურვილი იყო ძალიან დიდი ღვაწლი მისგან გაღებული და მე მახსოვს კიდევაც რომ იმდენად ხშირად გვიბარებდა ახალგაზრდებს რომ უკვე დედები საპატრიარქოში დედები ეჭვიანობდნენ რომ აი შეიძლება დაგვინახავდნენ კარებს კეტავდნენ რომ დაასვენეთ პატრიარქი მაგრამ ნუ მადლობა ღმერთს რომ ისე მისი ისინი კურთხევით და სურვილით ეს საღამოებით დგებოდა ხოლმე მე გავიხსენებ აი წიგნის კითხვის პოპულარიზაციის კუთხით რამდენიმე პროექტი დავიწყეთ პატრიარქის მაშინ თქვა რომ ესე დღეში რამდენიმე გვერდი მაინც ყველამ უნდა წაიკითხოსო და ვცდილობ რომ ძალიან შევასრულო. კი, დიდი გამოწვევა დღემდე განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვისაც, თუმცა ეს შაბათი წიგნის კითხვის დღე იყო, ბიბლიოთეკებში შეხვედრა, წიგნი ყველა სოფელს, აი ეს პროექტები დავითელმა სულ უწმინდესის კუთხებით განახორციელა. ძალიან დიდი ძალა არის დღემდე და იქნება ყოველთვის ჩვენი უწმინდესი ჩვენს გულებში. დიახ. კოტე, კიდე ცოტა უფრო შევსწავლეთ. შენ თქვი რომ აი მამა ელიზბარმა, ანუ ქაშუჩი შენმა მრევლის წერობამ დაგაკავშირა უკვე უწმინდესთან და საპატრიარქოსთან. როგორ დაუკავშირდი ქაშუეთს, როგორ დაუკავშირდი ეკლესიას, ღმერთ როდის მოხდა რა ასაკში? შენი გადაწყვეტილებით იყო ვინმესგან? აი ეს გითხარი შენი პირველი კავშირები როდის შედგა ეკლესიასთან? მე ხშირად კარგია რომ ამ კითხვას მისვამ ხშირად უნდა დაუფიქრდეს ალბათ ადამიანი ამ ეს გზა როგორ გაიარა და მადლობა ამ კითხვისთვის მე ალბათ ვიქნებოდი 13-14 წლის სპორტით ვიყავი დაკავებული რაგბით და ჩემი ცხოვრება ესე შედგებოდა სწავლა სპორტი ვარჯიში და ერთ დღესაც ესე ძალიან დაღლილი დაუბრუნდი სახლში და სახში დამხვდა მამა ელიზბარი, რომელიც აკურთხებდა სახლს. მანამდე არ იცნობდი ჩემი უფროსი და მამაოს შვილი თანაკლასელები, თანასკოლელები იყვნენ და მოკლედ ესე აღმოჩნდა შემთხვევით. არანაირი შეხება არ მქონდა ესე აქტიური ეკლესიასთან. და ესე პირდაპირ მითხრა რომ ხვალო ჩამოდიო და როგორც იცის. მომეხმარეო და სტიქარს ჩაგაცმეო და რაღაცა ჩემთვის უცხო იყო რა, სტიქარი რა არის. რაღაცა საჩავიდე როგორ შევიდა რაღაც კარგაჯექს ხო? რაღაცა გამოწვევასავით იყო რომ მეთქი რაღაცა ეს რაღაც საინტერესო ჩანს და ამერზბარი თან ვისაც შეხება ქონია ამდენად დიდი სულიერება გააჩნია და ის მიდგომა ადამიანებთან ყველა მისის და კარგად უცებ შემოვა ურთიერთობაში და ისეთ მოიხიბლები ამ ურთიერთობით რომ მე რთულია მისგან წახვიდე. იმიტომ ყავს ათასობით ალბათ 10,000-ით შეიძლება ვთქვათ რომ მის ხელში გაზრდილი არის დედა ეკლესიის რეული და მეც ახლა აი ამ რამდენი დაახლოებით ალბათ 25 წელია რაც სტიქაროსანი ვარ მამაოსთან და ძალიან ბევრი თაობა მარტო ჩემ თვალწინ არ გაიარა რამდენმა გაიარა და მამაოს თვალწინ რამდენმა გაიარა და რამდენი გაზარდა რამდენი თამაყობს და მიხვედი მეორე დღეს მეორე დღეს უბრალოდ არ მახსოვს მივედი თუ არა მალევე მივედი მივედი და მამამ ერთი ხელის დადებით ჩემი სულიერი ცხოვრება შეცვალა და მადლობა ღმერთს რომ დღეს აქ ვარ სადაც ვარ ის ულამაზეს შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი უფალი რომ აი ამ წიაღში ვიმყოფებოდეთ ჩვენც დავითიანიც პიროვნულად მეც და ვიზრდებოდო ყოველდღიურად სულიერად. ყოველდღე რო გამოიხედავდო სამებას უყურებ, რა შეგძნება? თან რო ვიცი რომ სამსახურში ხო. აი ეს არის
მე ვიტყვი რომ აი დიდი შესაძლებლობა უფლისგან რომ ამას გვაძლევს და ბევრად უფრო მეტად მიხარია რომ ეკლესიის წიაღში ეზოს ტერიტორიაზე ახალგაზრდებს რომელსაც საერთოდ ეკლესიასთან შეხება არ აქვს ისეთი ახალგაზრდები რომ მოდიან ესეც გარკვეულად გვეხმარება ხო პირველი ნაბიჯების გადადგმის ხელშეწყობაში ფანტასტიკური მამები არიან ჩვენთან მამა ივანე ძალიან აქტიურად არის ჩართული ჭედლიშვილი დავითიანის გაძლიერებაში სხვა მამებიც და ეს გარემო ამ ყველაფერს ძალიან ამდიდრებს კოტე შენ რადგან ეს ბოლო წლებია საქმითაც დაუკავშირდი ამას და შენ თქვი რომ თავარი მიმართულება ალბათ არის ახალგაზრდული მოძრაობაც ქვია და მისი უწმინდესობის რჩევებიც აღნიშნე ახალგაზრდებთან მოსწავლეებთან ურთიერთობები და სპასეულები შენი დაკვირვებით და შენი გამოცდილებით აი რა არის ესეთი გამოწვევები რაც აქტუალურად დგას დღეს საზოგადოებაში ახალგაზრდებში მათ შორის შენ თქვი რომ შეიძლება ბევრი არაეკლესიური იყოს მოდიოდეს და ისმენთ მათ აზრებსაც. რას ფიქრობთ? აი რა მიმართულებაა დღეს ყველაზე აქტუალური და ყველაზე მეტად ყურადღება მისაქცევი? აი გუშინაც ჩვენ გქონდა შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან, მისთანაც მუშაობთ და ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღება. ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს კახა არის ახალგაზრდებისათვის. მე მოვიშველებ ვიცი უწმინდესობის სიტყვებს. სკოლა, ოჯახი და ეკლესიის ერთობა. ამ სამ მიმართულების ერთობლიობის გარეშე პიროვნების ჩამოყალიბება ამ ასაკში საკმაოდ დიდ სირთულეებს წარმოადგენს. ბევრ წინაღობებს ხვდება და თუ მას ოჯახიდან არ აქვს შეწყობა, ერთ პრობლემა უჩნდება, თუ მას სულიერ სიძლიერეს ეკლესიის მხრიდან სულიერ საზრდოს ვერ იღებს, მეორე პრობლემის წინაშე ადგება და თუ სამშობლოს სიყვარულს არ განიცდის და ხო ეს შეგრძნება არ აქვს სახელმწიფოებრივი და აქტიური სამოქალაქო შეგრძნებები თუ არ აქვს საერთოდ მისთვის ბევრი რამე კითხვის ნიშნს დგება. ამიტომ ეს გამოწვევა ჯერ როდის ბრძანა უწმინდესმა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, სკოლა და ეკლესია ერთად ზრუნავდეს ჩვენი მომავალ თაობის გაზრდაში და მე ვისურვებდი რომ მეტი ერთობა ყოფილიყოს ამ მიმართულებით და აი მშობლებს ჭირდებათ გვერდში დგომა. განსაკუთრებით ვისაც უკვე აი გარდატეხის ასაკი ის შვილები აქვთ, იმიტომ რომ ორი სამსახური, ზოგ სამი სამსახური აქვს იმისთვის რომ შეინარჩუნოს და შეძლოს თავის შვილებისთვის ლუკმაპური იშოვოს, მაგრამ რეალურად აი ეს დეფიციტი როცა უკვე შობლსა და შვილს შორის ეს ურთიერთობების პრობლემა დგება, ამას თუ აი ეკლესიიდან ოჯახიდან მცირე ოდნავ შევსების საშუალებასაც თუ არ მივცემთ ჩათვალე ჩვენ მივიღებთ თაობას, რომელიც დაკარგული იქნება აი ამ სამი ფუნდამენტისგან, ოჯახისგან, ეკლესიისგან და მშობლებისგან და ეს ჩვენ ქვეყანას კაც არაფერს მოუდანს. აი ეს არის რეალურად გამოწვევა და ცირე აგურის დადებას ჩვენც ვცდილობთ ამაში და საზოგადოების ხარდაჭერაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ აი ერთობლივად ვიფიქროთ ამ პრობლემის გადაჭრას. ამ წლების განმავლობაში ამ კუთხით მიმართულებით შედეგებს ხედავთ პირდაპირ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე თქვენი ორგანიზაციის. ჩვენ პირველ ორ საკითხზე ანუ ეკლესიის ჩართულობას და სკოლის ჩართულობას ვცდილობთ ეს ხიდი გაგვება და აი წელს ვფიქრობთ რომ მშობელთა კლუბების, მშობელთა ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადავწყვეტ, იმიტომ რომ აი ფაქტიურად ეს არის აქილევსის ქუსლი ნებისმიერი პროგრამისთვის, ვინც ახალგაზრდებთან მუშაობს. თუ მშობლების ჩართულობა არ გავზარდეთ და არ დაინახა მშობლებმა რომ ჩვენ მათი შვილებისთვის ზრუნავთ და მათ რეალურ მომავალზე, რეალურ განვითარებაზე აი ამ გარემოების შექმნაში მათ ძალიან დიდი როლი აქვს ჩართულობას და არა მხოლოდ უზრუნველყოფას რომ კარგად იცხოვრონ და არა მათ პიროვნულ ჩართულობასაც ძალიან მნიშვნელობა აქვს ეს ამის გააზრება თუ არ მოხდა მოკლედ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დავრჩებით ისევ ყველა იმედია ღვთისმსხალობით მოხერხდება ისე რომ ეს მშობელთა კლუბის პროგრამა დავითიანმა აქტიურად და შედეგიანად განახორციელოს. კიდევ ერთი მიმართულება თქვენი რაც არაერთხელ ჩვენთან გვისაუბრია, კოდალაზეც მინდა რამდენიმე ვთქვა თქვენ, იმიტომ რომ როგორც თქვი, ესე იგი მრავალი ფუნქცია შეიძინა მე თქვენმა საქმიანობამ და ბევრ ფლანგზე მუშაობთ. აი კოდალაზის გითხარი რამდენიმე სიტყვა. ფაქტიურად აი ესე იგი მეოთხე შვილია ჩემთვის დავითიანი და მეხუთე კოდალა. და მადლობა ღმერთს რომ აი რაღაცა მე მოგვეცა საშუალება ერთ წიაღში გაგვეკეთებინა ეს ორგანიზება ამ ყველაფრის. სხვათა შორის აი უკან არის ძველი ტოლთა დასახლება იყო აქ ტოლდები ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე და ისე უწმინდესობის ხარდაჭერით ჩვენ ის დანგრეული შენობა გამოვითხოვეთ საპატრიარქოდან და მოვახდინეთ მის რეაბილიტაცია. კი, აი ამ ჩვენი ხეილის უკან არის და
კოდოლაში მოვახერხეთ ის რომ დღეს არის ბავშვებისთვის საყვარელი ბრენდი, ეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თქვათ მაინც რასაც წარმოგვიდგენთ, ვინ შეიძლება არ იცოდეს და მეორე არის რომ კოდალა ქმნის ხის ეკოლოგიურად სათამაშოებს და ყველაზე მთავარი ასრულებს მისიას, რომელიც გამოარჩევს მას, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით და ჩვენ ვასაქმებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც საკმაოდ დიდი წვლილი შეტანა შეძლებს თვითონ კოდალას განვითარებაშიც. და დავწმუნდით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, უბრალოდ უნდა პოვნა შესაძლებლობებს ადამიანებში, რომლებიც მერე საკუთარ თავსაც ზევიდან ესე იგი შესაძლებლობას გადააბიჯებენ ხოლმე და თავზევით ძალასაც პოულობენ. თავარია გარემო და წვენა იმისი, რომ შენ მისი დაიჯერო. და ამას თუ დაინახავს, რომ შენ მისი გჯერა, მართლა თავს გადადგავს ადამიანი და აი ამის შედეგები გვაქვს ჩვენ კოდალაში და ალბათ როცა იქნება საშუალება კიდე ერთხელ სიამოვნებით იმას მძებდა ცალკე ვისაუბრებთ კოდალაზე და ბოლოს რადგან ახლოვდება 13 ნოემბერი და ჩვენ გარკვეულწილად უკვე აღნიშნეთ მის მნიშვნელობაზე და შენც როცა დაგვისიკითხა ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები რა არის თქვა ახსენე წელს რა ელოდება საზოგადოებას და რისკენ მოუწოდებ მათ წელსაც დიდი იმედი გვაქვს რომ მასშტაბურად ჩაივლის თუმცა მომავალ წელს არის საიუბილეო წელი და ესე ჩვენში ესე იგი ჩვენში როგორ დარჩება ახლა ამას საზოგადოებაც გაიგებს მაგრამ აი ძალიან კარგი ფიქრობ თუ დავითიანისთვის ერთ-ერთი ის კულმინაციური შედეგი იქნება თუ ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების გაერთიანებას და შეძლებთ 100,000 მოწამის სახელზე ტაძრის შენებლობის ინიციირებას დიდი გვირგვინი ამ ადგილას სადაც ჩვენ აღვნიშნავთ მეტეხის ხიდზე ამ დღესასწაულს და ჩვენი გმირების თავდადებას და სხვათა შორის ისევ ჩვენი მრევლი ის კომპეტენციას მოვიშველე ბატონ თემურ ბერიძეს არქიტექტორს აქვს წლების ნახაზი გაკეთებული ხიდზეც და ხიდის მიმდებარეს ტაძრის მაკეტები როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს და ამაზე ვფიქრობთ რომ თუ ღმერთის ნება იქნება ალბათ ამ გარემოსაც შევქმნით ერთობლივად რომ ქართველებს გაერთიანება ძალიან ესე უჭირთ ხოლმე მაგრამ აი ან ჭირში ერთიანდებიან ან აი ღვთის პატივის მისაგებად ტაძრის შენებლობაშიც გამოიხატება ხოლმე ეს და აი ამ ინიციატივაზე მუშაობთ. თუ გაამართლა და ეს ინიციატივა მოგვეცა საშუალება რომ ოფიციალურად წარვადგინოთ, ამაზე დიდი გვირგვინი არაფერი არ იქნება. მადლობა კოტე, დიდი მადლობა. მადლობა დაინტერესებისთვის. გესურვებთ, დამატებებს უსურვებთ თქვენ საქმიანობასთან. ის მიზნები, რაც მის მოუწმენესობამ დაგისახათ გირჩია და მის გამოც შეიქმნა ეს ორგანიზაცია, ვერტმაქნას რომ კიდევ დიდხანს და წარმატებით აღშეგესრულებოდი. ამინ ყოფილიყოს. მადლობა თქვენ. ალბათ დროებით. ღმერთო ეხმა და მეხმარე და რაღაცა აღქმასავით დამიდია რომ ამას არასდროს აღარ გავიბეორებ აი რაღაცა ესეთი მქონია